გაძლევდით, გაიხარეთ სულიერი წინსვლა გისურვოთ, ბედნიერება, ჯანმრთელობა. დღევანდელი სახარება გვაუწევს ისევ ყოველთვის გვაუწევს და გვახარებს თავისი სულიერი ძალით, სულიერი ღვთის სიტყვა ხო კურნავს ადამიანს ის სიტყვა. კურნავს სულიერი და პირველ რიგში მერე ხორციელი უძლურებისა კურნავს. ამიტომ სულ უნდა მზად ვიყოთ იმისათვის, რომ ღვთის სიტყვა მივიღოთ. სულ უნდა მზად ვიყოთ. ღვთის სიტყვა ყოველთვის ისეთი ის არის უნიკალური წამალი. აი როცა ცუდად ახარ ნერვიულო რაღაცა გაგახსენდა რაღაცა. მე რაღაცა არ შესრულდა შენ რო გინდოდა, რაღაცა გინდოდა და ვერ გამოვიდა. ნანო შენს წარსულს, გაიფიქრე რომ შენ ის რაც შეგეძლო არ გააკეთე და რაც გააკეთე ის სხვანაირად უნდა გაგიკეთებინა. ის რაც გინდოდა არ მოგეცა და ისაც არ გინდოდა ის მოგეცა. რაც გინდოდა ის წაგერთო და რაც არ გინდოდა ის მიიღე. და ეს ხდება, რა ვქნა. როცა ადამიანი იტანჯება, იმიტომ რომ რაღაცას არ იღებს, იტანჯება, იმიტომ რომ იმას არ იღებს, რაც უნდა. ადამიანი იტანჯება, იმიტომ რომ შრომობს, იტანჯება, იმიტომ რომ ისვენებს, იტანჯება, იმიტომ რომ არ აქვს, იტანჯება, იმიტომ რომ აქვს და ასე შემდეგ, გაუთავებელი ტანჯვის ციკლშია. მაგრამ ვინ ანთავისუფლებს ამ ტანჯვისა, ცოდვისა, წყევლისა და სიკვდილისაგან? უხალოდ ჩვენი იესო ქრისტე. ანთავისუფლებს. რომ ისე ადამიანი თავის თავზე ამ ტანჯვისაგან ჩახვდებოდა და დაიტანჯებოდა. ამიტომ ჩვენი ცხოვრება მარტო ლიტონი ტანჯვა კი არ არის. როგორც სხვა მოძღვრებები ეძახს, ჩვენი ცხოვრება სახარებისეული სიხარულია. და არა ტანჯვა ტანჯვისთვის და გვემა გვემისთვის და ასე შემდეგ. ეს ტანჯვა სიხარულად იქცევა, როცა ქრისტეში ხარ. ის რომელიც შენ იწვევს შენში შიშს, კრიზისის გასვლას, დეპრესიას, სულმოკლეობას, საკუთარი თავის დამცირებას, დაიმცირება არ არის, გაღატაკებას, დაკნინებას, ის ყველაფერი ქრება და გამდიდრება ხდება ადამიანში ქრისტეში. ამიტომ ქრისტესთან ერთად დანაყრება ადამიანის არის შესაძლებელი. ხოლმე ქრისტესთან ერთად დანაყრება. მოვედი და ისადილებით, მოვედი და ეზიარეთ ამიტომ. და ადამიანის სულიერად შვებას პოულობს. ეს არის, რომ ქრისტეში რო არის ადამიანი, სიმხდალე სიმამაცით ექცევა, სუმდავლობა სულძელობა, სულიერი სიღატაკე სულიერ სიმდიდრედ ექცევა, საკუთარი თავის არ შეფასება შესაბამისად ხატებისა და მსგავსების გაცნობიერება და ჯვართმხელობით უფლისმიერ მისთვის პასუხისმგებლობითი დავალების შეგრძნებად ექცევა და ამის გაცნობიერება მას აძლევს უფრო მეტ სტიმულს, იმისა რომ უფრო უკეთესი გახდეს ვიდრე არის, თორე იდეალი და უცოდვილი ვინ არის, ხო? მაგრამ ხვალ იყურებს იმას, რომ შენ როგორ გინდა რომ უკეთესი გახდე და არა სტატისტიკას აწარმოებს ჩვენი ცოდვები, ვინ უფრო მეტად ცოდვილია, მოდი დავითვალოთ ისიც რომ ნაკლებად ცოდვილია, ყველაფერს ხედავს. მეტნაკლებობაზე კი არ არის საქმე. ვისაც უფრო მეტი ცოდვა აქვს, ზოგჯერ ის უფრო მეტად ნანობს და მეტი სიყვარული აქვს და მეტად მოიქცევა. გავიქცევოთ წმინდათა ცხოვრება. ვისაც სულიერად არა გაცნობიერებული და თავისი თავი მართალი გონია, არასამინოში კიდევ ცოდვილთა ცოდვილს შორის ცოდვილია, ამას ვერ აცნობიერებს. ის ზოგჯერ რაც აქვს, იმის გაცნობიერება წაერთმევა ხოლმე. ამას ეთქვა, ვისაც აქვს, მიეცეთ. ვისაც არ აქვს, ისიც საერთოდ რაც გონია რაც გონია და წარმოუდგენია, რომ რაღაცა გონია, რომ იცის. სინამდვილეში ისიც არ იცის, ისე როგორც უნდა იცოდეს, რაც იცის რომ გონია. მახსენდება ცნობილი სიტყვები, ხო, ცნობილი ბიძანის სოკრატეს სიტყვები, რომ მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი და იქ მძიმე არის, შემდეგ წერია, გამოტოვებული, ხათახან არ ამბობენ, მაგრამ ზოგმა ისიც არ იცის, რომ არაფერი არ იცის. ამის ცოდნა, რომ არაფერი არ იცი, ეს უკვე კარგი, მაგრამ თუ არ იცი, რომ შენ უცოდინარი ხარ, აი ეს უფრო დიდი ცოდვაა. იმიტომ რომ არ ცოდნა ცალკე ცოდვა, უბრალოდ ეს სხვა თემაა. ამიტომ მინდა სიმხნევე გისურვოთ, რომელიც მოდის ქრისტესთან და სულ მზადყოფნა გისურვოთ, როგორც გავაგზავნე სახარებისთვის არის, სულ გვიძარე იყავით, ან არ იცი, როდის რა ტექსტი მოდის ღვთისაგან, რა დარიგება მოდის, რა გაფრთხილება მოდის, რა მოეცემა ადამიანის მოგმისაგან ღვთის სიტყვა. მოეცემა ერთი მახსენდება ძველი ბრძენი ამბობდა, რომ ჩემი მოდრესაგან მარტო იმას კი არ ვსწავლობ, როგორ
მოვიქცე როგორ ვიცხოვრო და როგორ აშენო. იმასაც იმის კოპირებასაც ვაკეთებ, იმასაც ვიღებ ზუსტად როგორ იქნავს ხამცო, როგორ იცვამსო, ჯერ რომელ ფეხსაცმელს იცვამს, მერე რომელს როგორ ჭამს, როგორ იღებს ყოვს ხელში და ასე შემდეგ. ანუ ეხლა უტრირებას არ ვაკეთებ, მექანიკურად კი არა. მისთვის კონკრეტულად ეს მისთვის მიცემული არა მექანიკური, არამედ გაცნობიერებული გადაღება არის. და არა კოპირება. გაცნობიერებული გადაღება სხვა და კოპირება სხვა. ქრისტეს საგნად ჩვენ ვიღებთ და ქრისტეს ვბაძავთ. არა მექანიკურ კოპირებას ვაკეთებ და ქსეროას, არამედ ჩვენ გაცნობიერებულად ვბაძავთ მას, რომ მადლით მას მივემსგავსოთ. ასევე მოყვარ, რომელიც განასახიერებს ეს დიდი პასტორალური თემა ახლა შევეხებთ. მისი მიბაძვით ჩვენ ვბაძავთ მას, ვინც ზევით არის, მის ზევით და ვინც ის ჩვენ გამოგიგზავნა და ვისთანაც შეხებაში და გადაკვეთაში მოვედით ამ მიწიერ დროის სივრცესა და დროის კონტინენტში. ამიტომ ზუსტად ეს არის, სულ მუდამ ვიძარე, მუდამ ყურადღებით ვიყავ. სულ მუდამ აი როგორ არის ნათქვამი. წელნი თქვენიო მოერთმენითო და სამთელი თქვენი ათებული იყოსო. ანუ თქვენი სული და გონება და გული ვიძარე. ახლა მე იმას ვქენ ხამეა და ფიზიოლოგიურ ძილწარებს გულის ყოფილას უძილობა ისედაც როცა კიდე არ დაიძინო რომ უთხრა მე არ შეჭი ის რასაც წამლებით შველის მაგრამ ნუ მაინც ახლა ყოველთვის მედიცინას არ ვაკეთებ ის რაც ზოგს უნდა ცნობიერების განსხვავებული და შეცვლილი მდგომარეობები დღეს მოდაშია მიიღოს ქიმიკატებით იმის მიღება დროებით ილუზიას და იმიტაციას ქმნის რაღაც ეიფორიისა და ასე შემდეგ სხვა მდგომარეობებს. ანუ იგივე ეს უძლურებები, რაც ფსიქიკური უძლურებები. ის უნდა მიიღოს შენ, რასაც გონია რომ იმ ქიმიკატებით იღებ, ყოველგვარი ქიმიკატის გარეშე, ლოცვით უნდა მიიღო ის ნეტარება. მერთან ყოფნით უნდა მიიღო ნეტარება და არა ალკოჰოლით, ნარკოტიკით და ასე შემდეგ სხვა მჟავა ქიმიკატებით და ასე შემდეგ, ხო? რაც არის. იმიტომ რომ ის ილუზიას გიხსნის და მცირე ინტერვალზე შენი ორგანიზმის ქიმიის ხარჯზე განადგურებს და დათმობის აღგზნების შემდეგ უარეს დათმობას იწვევს ხელ დიდი თემა ესეც. მითხარად თემებია რომ ალბათ ლექციები წაიკითხულოს. ჩვენ ახლა ზიარებისთვის მე რო ზიარი სამშაბათს თუ ლექცია წაიკითხო, თქვენ მეგობრებოდ ახლა მე როდის ზიარი. თქვენთვის არის ზიარება პირველ თქვენთვის მეჩქარება რომ გაზიაროთ. თქვენთვის არის ეს და მაგრამ არც ის გამოდის რომ მარტო ლოცვაც არ ვიკითხო და 2-20 თვით არ შეგაგებოთ რაღაც კეთილი აზრი, ხო, რომელიც ისევ და ისევ სახარებიდან გამოდის. ამით ჩემ თავსაც ვეუბნებ, ჩემ თავსაც მოუწოდებ, საკუთარ პიროვნებასაც მოუწოდებთ და ნათქვამია და თქვენც გიხებათ და ყველაფერს ნეტარეყვნენ იგივე მონანი რომელთა მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგივე ვიძარენ იღიზებდით ხო და ილოცებ კლასიკურ განსასწრებში. აი ეს მინდა დღევანდელი მოსახლეობა სიმწის ხალხს თუ მithumedes ჩვენთვის არ არის ის კრიზისი, რაღაცა აჭირვება, ზონა და ამისათვის ჩვენ მithumedes სულ მზადყოფნაში არ ვართ. რაც ჩვენ მოქალაქე უძლებდა, გაუძლებდა და უძლებდა. აი ჩვენზეც იმუნიტეტი გამომიმუშავდა და ეს მადლობა ღმერთს ეს ღვიძარების ნიშნი უნართვის, ღვიძარების მუდამ მზადყოფნის, მუდამ რაღაცა მზადვა ბრძოლისა და ასე ვთქვათ, სულიერი ბრძოლისა და განსაცდელების გადალახვისა და ასე ვთქვათ, ხილული უხილავი ბრძოლების დასადგმად ღვთის სახელით. ამის უნარჩვევა საოცრებაა, რომ ჩვენ უნიკალურად გამომიმუშავებთ ჩვენ მოქალაქეებს და ჩვენ ყველას. რატო? იმიტომ რომ ისეთი რეჟიმ უნივერსიტეტ ლაბორატორიაში მოვხდით, რომ ეს რო არ გამოიმუშავა, მაშინ ძალიან დაინგრევი და დაიშლება. ამიტომ ეს საოცრებაა, ნეტარ ხარ თქვენ მაგას, იმიტომ რომ ეს უნარჩვევა უბრალოდ ჩვენ გამოგიმუშავა და კიდევ გავძლიერებთ ამ გუძარებში. ისინი მუდამ უფალთან იქნებიან და უფალს ემსახურებიან და ღმერთი მათ გამოსავს. ამიტომ მინდა გისურვოთ ეს, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ მადლის მისაღებად. არ ვიცით ეს მადლობის მოვა, იმიტომ რომ მოულოდნელი სიხარული, მოულოდნელი მიწების მადლის მოულოდნელი ჟამი მომენტი. ველით ახლა მოვა მადლობს რეზია, მაგრამ ის რასაც ჩვენ ღმერთს ვევედრებით, ვევედროთ, მაგრამ დაველოდოთ, მოთმინება ვიქონოთ, მოთმინებით მოვიყოთ ჩვენი სული და ჩვენი
ის თხოვნები, რაც იმერც ვერეთით, იმიტომ რომ თუ არ მოიწმე, ზეცა გააყოლებს მაშინ. აცად მოვა, რასაც ვემეძებთ. მოვა უცებ ის თხოვნები. და მინდა რომ სულ გამზადებული იყავ და სულ მუდამ ვთქვით მერქა. მენდა ეს გისურვებთ და ძალიან ბევრი რამე თემებია რომ ფისკალობა მინდა მოვხმოთ ფისკალობის სფეროზე და მინდა რომ აი ეს ზიარების მადლი რომელიც დღეს თქვენთან შემოვთქმეში და გამოიწვევს იმ საოცარ ზებუნებრივ ცივებას სულში სამშობლოში და სხეულში და შეისხოცეთ რა მაც მთელი პლერონი თქვენში თქვენ უკეთესი გახდები უკეთესი გახდეთ ასე და ვიდრე ვარ უკეთესი შემდეგ კიდევ ეზიარა და კიდევ საუკეთესო გავხდები და ასე შემდეგ რაც ის გახსნას მოსწავლეზე კეთილშვილებს და ბეზიებს და წარმატებას რასაც ყველას გისურვებთ მადლობა საჭიროა ძალიან მიყვარხარ ყველა თანა ამინ